გამარჯობა ჩემო კარგებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს არხზე. რადგან დღეს მარხვაა და ვიცი, რომ ბევრი თქვენთაგანი მარხულობს, დღეს თქვენთვის მოვამზადე ორი სამარხო ძალიან გემრიელი კერძი, რესტორნის დონეზე. ძალიან გემრიელი და ლამაზი მექსიკური კარტოფილი იქნება თქვენი სუფრის ვარსკვლავი, დღესასწაულზეც და ჩვეულებრივ დღესაც. ასევე მოვამზადებთ ლობიოს, ოღონდ არა კლასიკურად ქონდარით, არამედ პომიდორის სოუსში. გაგიზიარებთ ჩემს საიდუმლო სოუსსაც მექსიკური კარტოფილისთვის, რომლის რეცეპტს სტუმრები ყოველთვის მეკითხებია. დავიწყოთ ლობიოთი. ამისთვის დაგჭირდება წითელი ლობიო, თქვენი საყვარელი ჯიშის. შეიძლება იყოს მინდვრის ლობიოც, ასევე ძალიან გემრიელია თეთრი ლობიოც. ნებისმიერ ჯიშთან გამოდის ძალიან კარგი. ტომატის პასტა, ახალი პომიდორი. თუ სეზონი არ არის, ვიყენებ ჩემს მარაგს ან კონსერვირებულ ცოცხალ დაჭრილ პომიდორს ქილაში. ქინძი, ხახვი, ნიორი, საყვარელი სუნელები. მე დღეს გამოვიყენე სვანური მარილი და ცხარე მეგრული აჯიკა. ლობიო, აუცილებლად გადავარჩიოთ, რომ ქვები არ შეგრჩეს. ყველა ინგრედიენტს და რაოდენობას, როგორც ყოველთვის, ჩამოვწერ ვიდეოს ქვეშ. ლობიო კარგად გავრეცხოთ, დავასხათ ცივი წყალი და დავდგათ ცეცხლზე ადუღებამდე. როგორც კი ადუღდება, პირველი წყალი გადავღვაროთ. ლობიო ისევ გავრეცხოთ და ისევ დავასხათ ცივი წყალი. დავდგათ საშუალო ცეცხლზე და ვხარშოთ შერბილებამდე. სანამ ლობიო იხარშება, მოვამზადოთ ტომატის სოუსი. ხახვი გავწკნათ და დავჭრათ პატარა კუბიკებად. ტაფაში დავამატოთ მცენარეული ზეთი და ხახვი შევწვათ დაბალ ცეცხლზე, სანამ ოქროსფერი გახდება. როცა ხახვი შეიწვება, ვამატებ ტომატის პასტას, ოდნავ ვწვავ და შემდეგ ვამატებ პომიდორს. ვამატებ მარილს, პილპილს, სუნელებს, რომ კარგად გაიხსნას მათი არომატი. ყველაფერს კარგად ვურევ და ცოტას ვაცხელებ. ამ დროისთვის ლობიო უკვე მოხარშულია. ვიწყებ ლობიოს გადმოტანას ქვაბში. ვიღებ მხოლოდ ცოტა ოდენ სითხესთან ერთად. აქ უკვე თქვენზეა დამოუკიდებული. შეგიძლიათ გააკეთოთ უფრო თხელი, როგორც წვნიანი, ან უფრო სქელი, როგორც მე ამ შემთხვევაში ვაკეთებ. როცა ყველაფერი გადავიტანე, კარგად ვურევ და ვხარშავ დაახლოებით 3 წუთი, რომ ყველა არომატი ერთმანეთს შეერიოს. ბოლოს ვამატებ ქინძს და ნიორს და ვთიშავ ცეცხლს. ლობიო მზადაა, მირთვით გემრიელად. გამოიწერეთ არხი, წინ კიდევ ბევრი რამ საინტერესო გელოდებათ. ახლა გადავიდეთ მექსიკურ კარტოფილზე, როგორც რესტორანში. ვირჩევ დაახლოებით ერთნაირი ზომის კარტოფილს. კარტოფილი კარგად გავრეცხოთ ჯაგრისით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კარტოფილს კანიანად ვაცხობთ. ჟაროვნას დავაფაროთ პერგამენტი, კარტოფილი დავჭრათ საკმაოდ მსხვილ ნაჭრებად. მე ვჭრი ასე, ჯერ კარტოფილს ვყოფ ნახევრად სიგრძეზე, მერე თითო ნახევარს კიდევ 2-3 ნაწილად, სისქის მიხედვით. კარტოფილი უნდა იყოს კარგი, არც გარედან და არც შიგნიდან არ უნდა იყოს გაფუჭებული და არ უნდა ქონდეს მწვანე ლაქები. თუ ასეთი ადგილები არის, აუცილებლად ამოჭერით, მაგრამ უმჯობესია თავიდანვე კარგი კარტოფილი აირჩიოთ. ასევე დაგჭირდება პაპრიკა, ჩვეულებრივი ან შებოლილი, მშრალი ნივრის ფხვნილი და მცენარეული ზეთი. კარტოფილისა და სოუსის ინგრედიენტებს ვიდეოს ქვემოთ დავწერ. როცა მთელი კარტოფილი თანაბრად დაჭრილია, უხვად მოვაყაროთ პაპრიკა და ნივრის ფხვნილი. სამწუხაროდ ვიდეოში მე მქონდა ნივრის ნაჭრები და ისინი წყობისას იწვის, რადგან კარგად არ არის ზეთით დანამული. ამიტომ გამოიყენეთ მხოლოდ ნივრის ფხვნილი. ჩვენი ამოცანაა კარგად ავურიოთ ყველაფერი. შეგიძლიათ ეს გააკეთოთ თასში, ასე უფრო ადვილია.
მე უბრალოდ არ მინდოდა ზედმეტი ჭურჭლის გამოყენება, ამიტომ პირდაპირ ფურცელზე ავურიე. შემდეგ დავალაგოთ კარტოფილი ერთ ფენად და შევდოთ ღუმელში. ახლა მოვამზადოთ ჩვენი საყვარელი სოუსი. ვიღებ სამარხო ან ჩვეულებრივ მაიონეზს, მე უფრო ხშირად ვამატებ ჩემს სახლში გაკეთებულ წიწაკის პასტას. ასე სოუსი ბევრად გემრიელი გამოდის, მაგრამ ამჯერად არ მქონდა და პაპრიკასთანაც ძალიან კარგია. ასევე დაგჭირდება მარილი გემოვნებით, ერთი კბილი ნიორი, აჯიკა, რადგან კარტოფილის სოუსი უნდა იყოს ცხარე. ახლა მთავარია, ყველაფერი კარგად უნდა ავურიოთ. მასა უნდა გამოვიდეს აბსოლუტურად ერთგვაროვანი. დამიჯერეთ, ამ სოუსს ჭამენ ისინიც კი, ვინც ამბობს, რომ ბულგარულ წიწაკას არ ჭამს, ან უბრალოდ გონიათ, რომ არ ჭამენ. ეს არის ძალიან გემრიელი და ძალიან მარტივი სოუსი. აუცილებლად სცადეთ. და რაც მთავარია, ამ კერძისთვის, რომ მივიღოთ რესტორნის ვიზუალი, ეს არის სერვირება, ამისთვის თეფშის შუაში დავდგათ ფიალა სოუსით. სოუსი გააკეთეთ ცოტა მეტი, რადგან ძალიან სწრაფად ქრება. გარშემო დავალაგოთ გამომცხვარი კარტოფილი და სწორად ამ ეტაპზე მოვაყაროთ მარილი და მივიტანოთ ცხელ-ცხელი. გემრიელად მიირთვით და კარგი განწყობა გქონოდეთ, ჩემო კარგებო. გამოიწერეთ არხი, დაწერეთ კომენტარები. არ მოგერიდოთ, მე ყოველთვის მიხარია თქვენი უკუკავშირი. თქვენთვის ეს პატარა საქმეა, ჩემთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია. მომავალ შეხვედრამდე, ჩემო კარგებო.